ეს თვალი არ არის. ეს რენე მაგრიტის მიერ 1928 წელს შესრულებული სიურეალისტური ტილოა სახელწოდებით „ყალბის არკე“. სურათზე გამოსახულია დიდი, ფოტორეალისტურად დახატული ადამიანის თვალი წამწამების გარეშე, რომლის ფერადი ირისის ადგილას ჩანს ლაჟვარდოვანი ცა, მოფენილი ნათელი ღრუბლებით, ხოლო შავი გუგა კი თითქოს მსუბუქად ტივტივებს. ეს უცნაური ჩანაცვლება ქმნის ერთდროულად დამაფიქრებელ და პოეტურ ეფექტს. თვალი იქცევა როგორც დამკვირვებლად, ასევე ფანჯრად სამყაროში და ანგრევს ზღვარს რეალობასა და ილუზიას, გარეგანსა და შინაგანს შორის. მიუხედავად იმისა, რომ თვალის ირისის გარშემო არეები ფრთხილადაა დაჩრდილული და მოდელირებული, რაც ქმნის შუქის თამაშის ილუზიას სამგანზომილებიან ფორმაზე, ცა ისეა დახატული თითქოს მრგვალი ფანჯრიდან ვხედავთ და არა როგორც სფერულ, თხევად ზედაპირზე არეკლილი. ბელგიელმა სიურეალისტმა მწერალმა პოლ ნუჟემ ეს ნამუშევარი მრავალმნიშვნელოვნად დაასათაურა და ამით თითქოს თვალის მხედველობის უპირატესობა ეჭქვეშ დააყენა. სარკე მექანიკურად ირეკლავს, ხოლო თვალის ხედვა არჩევითია და სუბიექტური. თითქოს მაყურებელი მასში იყურება, როგორც ფანჯარაში და ამავე დროს თვითონაც ჩანს ამ თვალისთვის. მაშასადამე ერთდროულად ხედავს და არის ხილული. სურათი ხშირად ითვლება ხედვის, სიმართლისა და ქვეცნობიერის შესახებ ფილოსოფიურ ალეგორიად და გამოირჩევა მაგრიტისთვის დამახასიათებელი პარადოქსული ხასიათით. ამ სურათით მაგრიტი გვიწვევს ვკითხოთ საკუთარ თავს, თუ რას ვხედავთ, როცა ვუყურებთ და საერთოდ რა გვგონია რომ ვიცით. ერთი რამ კი უდავოა, მაგრიტის ყალბის არკე ღრმად გვაფიქრებს სამყაროს, მოვლენებისა და ზოგადად ყველაფრის შესახებ. მეტი ასეთი კონტენტისთვის არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა.